გავიხსენებ, როდესაც პირველად უშუალოდ მეღვინეობაში მივედი, საოცარი გზნობა დამეუფლა, ერთდროულად გზნობდი სიხარულს, შიშს და პასუხისმგებლობას. პირველად რთველში მოხვდი 2001 წელს, ეს იყო კახეთი და მაშინ შემიყვარდა მეღვინეობა და მაშინ მივყევი ამ საქმეს. პირველად რთველში მოხვდი 8-9 წლის ასაკში და პირველი რაც მახსენდება არის უძილობა და დაღლა. ვენახთან ურთიერთობა ჩემთვის ბავშვობიდან იწყება. მამა მუშაობდა ღვინის ერთ-ერთ კომპანიაში და ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო მოხვედრილიყავი ამ სფეროში. პირველად რთველმა ჩემში გამოიწვია დიდი აღტაცება და აღფრთოვანება. ყველაზე დიდი გაკვეთილი რაც ვენახმა მასწავლა არის ის, რომ უნდა მოусმინო ვაზს, უნდა მოусმინო ვენახს და თავად ვენახი კარდახობს ყველა პროცესს და ყველა საჭიროებას. საინტერესო ის ფაქტი, რომ ყოველი წლის მოსავალი გვაძლევს სხვადასხვა ხარისხის ღვინოს და ერთი და იგივე ღვინოს ერთი და იგივე ჯიშებით ვერ გაამეორებ. ცოცხალი ორგანიზმია ის ცოცხლობს, ვითარდება და იცვლება. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ის არის, რომ თვითონ ვენახის და ყურძნის სიყვარული მასწავლა აი ამ პროცესს. რომ თავიდან ესე იგი გაზაფხულიდან მხოლოდ შემოდგომის ბოლომდე შვილივით უნდა მოუვარო ვენახს და მიღებულ პროდუქციას ყურძნს ესე იგი. აი გარი ყველაზე კარგი. ერთი სიტყვა, რომელიც რაჭასთან და რთველთან ასოცირდება, არის ბავშვობა. ხანჩკარა, ერთგულება, დისციპლინა, სიყვარული. ხარისხი, ხარისხიანი ნედლეულით იქმნება საუკეთესო ღვინო. რთველს რთული არაფერი არ არის, უბრალოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და ამიტომ ყოველთვის დიდი ძალა და გამძლეობა გჭირდება. ყველაზე რთული ყურძნის მიღების პროცესში არის ყურძნის გადარჩევა. თუ არ გადაირჩევა ყურძენი, მაშინ ღვინო თუ ხარისხო გამოდის რა. ყურძნის კრეფის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანსაღი ყურძნის შერჩევა, რადგან მივიღოთ ჯანსაღი და ხარისხიანი ღვინო. რთველის დასრულების შემდგომ პირველ რიგში ვისვენებ და ძალებს ვიკრებ, რადგან წინ კიდევ მნიშვნელოვანი პროცესები გველოდება. გზნობების მიზეზად დაგრილი ვარ, ასე რომ პირველ რიგში ვაკეთებ ეს არის სახში წასვლა და ძილი. ვისვენებთ და მეორე დღეს იწყება რუტინული სამუშაოები, ისევ რეცხვა, ანალიზების აღება და სხვადასხვა პროცესები, რაც ღვინოსთანაც ვწირდება რა. არანაკლებ საპასუხისმგებლო და რთული პროცესია ფერმენტაციის მონიტორინგი. ხშირად ხვანჭკარა ყურძნის ჯიში გონიათ, სინამდვილეში კი ხვანჭკარა არის ღვინო, რომელიც ალექსანდროულისა და მურჯურეთულის ჯიშებისგან მზადდება. მითი ის არის, რომ მაგალითად ტვიშის ცოლიკაური, ტვიში არის მიკროზონა, სადაც მოდის ცოლიკაური და ტვიში გონიათ ყურძნის ჯიში, რომელიც არ არის ჯიში, ეს არის უბრალოდ ზონის დასახელება, სოფელი ესეთი ტვიში, რეჩხუმში, საიდანაც ვიღებთ ამ ცოლიკაურის ყურძნს. საუკეთესო ტრადიცია, როდესაც რთველის ბოლოს ყველა ერთად ვიკრიბებით, იშლება ქართული სუფრა და აღვნიშნავთ რთველის დასასრულს. ღვინის დალოცვა, მომყვანის დალოცვა, მომკრეფის დალოცვა, ჩამწურავის დალოცვა და საერთოდ ეს ტრადიციაა რა. ჩემი საყვარელი ქართული ტრადიცია რთველთან დაკავშირებით არის ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია, რომელიც მოიცავს 8000 წლიან ისტორიას. რთველის დაწყების წინ ჩვენი ტრადიცია არის სუფრა. ნაბერაული არის ჩემთვის ოჯახი, სადაც ყოველი დღის გათენება მიხარია, რომ აქ უნდა მოვიდე.